მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. გაიღიმე ადიგენში ხარ, მანათობელი წარწერა ჩორჩნის წყლის მიმდებარე სკვერში დამონტაჟდება, რისთვისაც მუნიციპალიტეტის მერია 6390 ლარს დახარჯავს. ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. კონკურსში მონაწილეობა ერთადერთმა პრეტენდენტმა შეპესე კრეატივ ჯგუფმა მიიღო და მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება. კომპანიამ მანათობელი წარწერა ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 დღეში უნდა დაამონტაჟოს. ახალციხის მერია 310 სამკერდე ნიშანს იგივე პინს ყიდულობს, რისთვისაც მუნიციპალიტეტის მერია 4700 ლარის დახარჯვას გეგმავს. ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. ტენდერში ერთადერთმა პრეტენდენტმა შეპესე პრიმა ჯორჯია მიიღო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შერჩევა შეფასების პროცესი. დოკუმენტის მიხედვით სამკერდე ნიშანი უნდა იყოს 25 მმ დიამეტრის, 250 მერიისთვის, ხოლო 60 საკრობულოსთვის. 2026 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით ნარჩენების მართვის კოდექსის 255 ფაქტი გამოვლინდა საქართველოს მასშტაბით, მათგან 146 სამცხე ჯავახეთში. ინფორმაციას გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. ამავე წყაროს ცნობით ყველაზე მეტი 654 დარღვევა ქვემო ქართლში გამოვლინდა, ხოლო ყველაზე ცოტა 2 შემთხვევა რაჭა, ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში. გავრცელებული განცხადების მიხედვით დარღვევებიდან 713 მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანებას ეხებოდა, 267 ნარჩენების ღია წესით დაწვას, 250 სამშენებლო ან სხვა ინერტული მასალით გარემოს დანაგვიანებას, ხოლო დანარჩენი შემთხვევები ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნების დარღვევას უკავშირდება. ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. ბრალის დადასტურების შემთხვევაში დაკავებულს 20 წლამდე ანუვადო პატიმრობა ემუქრება. უკრაინამ პატრიოტების რაკეტების წარმოება უკრაინაში შესაძლებელია უახლოეს მომავალში დაიწყოს. თემაზე საუბრობს ჩვენი პარტნიორი მედია საშუალება Independent Avenue-ს წარმომადგენელი ია მეურნიშვილი. გთავაზობთ ვიდეოს. უკრაინა პატრიოტების რაკეტების წარმოებას უკრაინაში სავარაუდოდ მალე დაიწყებს. ნატო სამიტმა წარმატებით ჩაიარა და დღეს გავიგეთ სამწუხარო ინფორმაცია, რომ გარდაიცვალა სენატორი ლინზი გრემი, რომლის გარდაცვალება ძალიან დიდი დანაკლისია და ამაზე სულ რამდენიმე წუთში გეტყვით. გამარჯობა, მე ია მეურნიშვილი ვარ. დღეს არის 12 ივლისი, ვაშინგტონის დროით დაახლოებით საღამოს 6 საათი და დავიწყებ პატრიოტებით. თუმცა სანამ პატრიოტებზე გადავალ, მანამდე მოგიწოდებთ გამოიწეროთ Independence Avenue Media, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენებზე, ასევე შესაძლებელია ჩვენი მასალების ნახვა როგორც რუსულ, ასევე უკრაინულ ენებზე, ასე რომ გადმოდით ჩვენს გვერდებზე, ნახეთ რა მასალები გვაქვს და დარწმუნებული ვარ, ეს არ იქნება თქვენთვის დროის ფუჭი კარგვა. ასე რომ ლინკს ჩავაგდებ კომენტარებში ჩვენი გვერდებისთვის. პატრიოტები მოკლედ, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნატოს სამიტზე ანკარაში განაცხადა, რომ მას ჩიტმა ამბავი მოუტანა და ეს ციტატაა მისი განცხადებიდან, რომ ზელენსკის სურდა მიეღო ლიცენზია პატრიოტების რაკეტების აწარმოებლად და რომ ტრამპი მზად არის, რომ ზელენსკის მისცეს თუ და პირობა მისცა ზელენსკის, რომ ამ ლიცენზიას მას მისცემს. ამ განცხადებამ გააჩინა არაერთი შეკითხვა. პირველ რიგში ის,
აქვს თუ არა შეერთებული შტატების პრეზიდენტს ბერკეტები ან უფლება იმისა, რომ კერძო კომპანიებს თხოვოს ლიცენზია, საკუთარი ტექნოლოგიის ლიცენზია გადასცეს სხვა ქვეყანას ან თუნდაც სხვა კომპანიას და გამომდინარე იქიდან, რომ ეს საუბარი ახლა Lockheed Martin-ზე და რომელიც აწარმოებს რაკეტებს და ასევე Raytheon-ზე, რომელიც აწარმოებს გამშვებ სისტემებს, თუმცა ჯერ ზუსტად არ ვიცით რა სახის ლიცენზიას მიიღებს უკრაინა, თუმცა ეს ორი კომპანია არის ჩართული თავდაცვის კონტრაქტორები, ასე ვქვიათ აქ, არის ჩართული ამ ლიცენზირების პროცესში და ეს ორი კომპანია აწარმოებს პატრიოტების მთლიანად ერთობლიობაში სისტემას. გადასცემენ თუ არა, თუ დაემორჩილებიან თუ არა პრეზიდენტს და ექსპერტები ამბობენ, რომ გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის სამხედრო ტექნოლოგია, პრეზიდენტს აქვს უფლება იმისა, რომ მოსთხოვოს კომპანიებს ამ ლიცენზიების გადაცემა და სხვათა შორის ტრამპმა იმ განცხადების დროს, როცა ზელენსკის ეს პირობა მისცა, თქვა, რომ კომპანიისთვის ჯერ არც კი უთქვამს, რომ აპირებს ეს ლიცენზია მოსთხოვოს მას და ესეთი მოულოდნელი იყო ყველასთვის საბოლოო ჯამში. შემდეგი კითხვა, რომელიც ჩნდება, არის ის, რომ რა დრო დასჭირდება უკრაინას, თქვათ, ლიცენზია მიიღო და ამის შემდეგ რა დრო შეიძლება დასჭირდეს იმისთვის, რომ შეიქმნას უშუალოდ ეს რაკეტა და სკეპტიკოსები ამბობენ, რომ ძალიან დიდი ხანი სჭირდება ამას. სხვაები კი ამბობენ, რომ გამომდინარე იქიდან, რომ უკრაინას უკვე აქვს რაკეტების შემუშავების ტექნოლოგია და აქ ძირითადად მაინც ფლამინგოზია საუბარი, რომელიც არის უკრაინის გრძელი რადიუსის მქონე ეს უკვე არა საწინააღმდეგო, არამედ ესეთი გრძელი რადიუსის რაკეტა. ამის ბაზაზე გამომდინარე იქიდან, უკრაინამ უკვე იცის ეს რაკეტები როგორ შექმნას, ასევე შეუძლია შექმნას მით უმეტეს ტექნოლოგიის გაზიარების შემთხვევაში პატრიოტის რაკეტებიც, ასე რომ ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ამას დაახლოებით რამდენიმე თვე დასჭირდება და ეს არ იქნება რაღაც წლების განმავლობაში გაწელილი პროცესი. ამასობაში უკრაინა აგრძელებს ეგრეთ წოდებულ 40 დღის და 40 ღამის ოპერაციას, რომელიც ზელენსკიმ დაახლოებით 2 კვირის წინ გამოაცხადა და ეს ოპერაცია გულისხმობს რუსეთის ენერგოსისტემაზე თავდასხმას და საბოლოოდ მიზანი ამ ოპერაციის არის ის, რომ რუსეთის მოსახლეობამ დაინახოს ის, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომი არ არის რაღაცა შეზღუდული სპეციალური ოპერაცია, სპეციალური სამხედრო ოპერაცია, არამედ ის არის სრულმასშტაბიანი ომი და როცა ეს ოპერაცია გამოაცხადა ზელენსკიმ, მაშინ თქვა, რომ ჩვენ ვაჩვენებთ რუსეთის მოსახლეობას ჩვენ ომს მივიტანთ რუსეთის მოსახლეობასთანო, ასეთი იყო დაახლოებით ოპერაციის ესე წარდგენა. ზოგადად ნავთობ გადამამუშავებელ ინფრასტრუქტურაზე ძალიან დიდი ზეწოლა ახლა უკრაინის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ. რუსეთში არის საწვავის ძალიან დიდი დეფიციტი და არის საუბარი იმაზე, რომ ეს დეფიციტი შესაძლოა ასევე შეეხოს საავიაციო საწვავსაც და დავალოდოთ და ვნახოთ. ასევე გრძელდება ზეწოლა ყირიმზე. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა გამოაცხადა, რომ მისი მიზანია, რომ ყირიმის ნახევარკუნძული აქციოს კუნძულად. უკრაინაზე ალბათ სულ ამას ვიტყოდი, რამდენიმე წინადადებით ვიტყვი ნატოს სამიტზე, რომ სამიტმა წარმატებით ჩაიარა, იყო მოლოდინი იმისა, რომ ტრამპს შესაძლოა რაღაც ისეთი განცხადება გაეკეთებინა, რაც ნატოს ერთობას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა ან ამერიკის ჩართულობას ნატოში რაღაცა კითხვებს გააჩენდა ამასთან დაკავშირებით, თუმცა ეს ასე არ მოხდა. სამიტის დამთავრების შემდეგ თითქოს დაიწყო საკმაოდ უსიამოვნოდ ალიანსისთვის გამომდინარე იქიდან, რომ ტრამპმა მოკავშირეები გააკრიტიკა იმის გამო, რომ ისინი ამერიკას გვერდით არ დაუდგნენ მაშინ, როცა ამერიკას ესჭირდებოდა ირანის წინააღმდეგ წარმოებულ ოპერაციაში თუ ომში, თუმცა უკვე მეორე დღეს და სამიტის დამთავრების შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ სამიტმა ძალიან კარგად ჩაიარა და რომ მან სიყვარული და ერთობა იგრძნო მოკავშირეებს შორის. ეს იყო ალბათ ასე შეიძლება შეჯამდეს სამიტი. და ბოლოს სენატორ გრემზე ვიტყვი რამდენიმე სიტყვას.
ის დღეს გამთენიისას დილას გარდაიცვალა დაახლოებით 3 საათზე. მანამდე პარასკევს ის იყო კიევში, სადაც სიტყვით გამოვიდა ზელენსკის შეხვდა, შაბათს დაბრუნდა უკან ვაშინგტონში და კვირას გამთენიისას გარდაიცვალა მოულოდნელად. პარასკევს კიევში ყოფნისას მან საჯაროდ განაცხადა, რომ სენატორებსა და თეთრ სახლს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომლის თანახმადაც რუსეთის ეკონომიკას დამატებითი სანქციები დაუწესდება. მეტი დეტალი არ გვაქვს ამასთან დაკავშირებით, ვიცით ის, რომ თვითონ პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ ვაშინგტონში დაბრუნების შემდეგ გუშინის დაახლოებით 7:30-ზე ისაუბრა სენატორმა გრემმა ტრამპს დაურეკა, მათ ისაუბრეს და ტრამპმა თქვა, რომ ეს ძალიან დიდი დანაკლისია მისთვის, ძალიან დიდი დანაკლისია სენატისთვის და საბოლოო ჯამს ძალიან დიდი დანაკლისია ესე თავისუფლების მებრძოლობისთვის. ზოგადად ყველგან გამომდინარე იქიდან, რომ გრემი რაღაც ერთგვარად წარმოადგენდა იმ სენატორ მაკეინის სულისკვეთებას, იქნება ეს უკრაინის მხარდაჭერაში, თუ ზოგადად ჩვენი რეგიონის, ის საქართველოშიც არაერთხელ არის ნამყოფი და ძალიან კარგად იცნობდა საქართველოს. ეს იყო ჩვენს ხელთ არსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ, რომ გვიყურებთ. ხვალამდე.